2025 წელი დასასრულს მივახლოვდა და ტრადიციულად ამ წელმაც გლობალური ბაზრის რამდენიმე ლიდერი ინდუსტრია გამოკვეთა. პირველობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გლობალურმა კომპანიებმა დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს ინდუსტრია შემოსავლების მკვეთრ მერყეობას განიცდიდა და COVID-19 პანდემიის შემდეგ სიცოცხლის დაზღვევაზე მოთხოვნა შემცირდა, პარალელურად ჯანმრთელობის დაზღვევის პოპულარობა და მასზე გაწეული დანახარჯები საგრძნობლად გაიზარდა. რამაც ჯერ კიდევ 2020 წელს ამ ინდუსტრიაში შემოსავლების მატება განაპირობა. 2022 კვლავ გამოწვევებით სავსე იყო მაღალი ინფლაცია, საფონდო ბაზრებზე მკვეთრი ვარდნა და ამის ფონზე სექტორის შემოსავლების კლება. 2022-2024 წლებში კი მრავალ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რეცესიის შიში გააძლიერა, რამაც საბოლოოდ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა შეაფერხა, თუმცა საერთო ჯამში 2025 წლისთვის ეს ინდუსტრია მაინც გლობალური ბაზრის ლიდერად დასახელდა. წლის განმავლობაში 6 მილიარდ 179 მილიონი დოლარის შემოსავლით. შემდეგი კომერციული უძრავი ქონება. ეს ინდუსტრია ამჟამად მნიშვნელოვან გარდაქმნებს გადის, რასაც საცხოვრებელი ფართების დეფიციტი და ოფისებზე მოთხოვნის სტრუქტურული ცვლილება განაპირობებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიოს 14 მსხვილ ქვეყანაში საცხოვრებელი ერთეულების დეფიციტი 6 მილიონ ნახევარს აღწევს, რაც მრავალბინიან საცხოვრებლებზე მოთხოვნას ზრდის და მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენის ნაცვლად დაქირავებისკენ უპიწყებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ახალგაზრდებსა და ახალ მიგრანტებში. საერთო ჯამში კომერციულმა უძრავმა ქონებამ 2025 წლის 5 მილიარდ 595 მილიონი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა. საპენსიო ფონდები სახელმწიფოების ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრული სარგებლის და განსაზღვრული შენატანის სქემების ჩათვლით გლობალური მოსახლეობის დაბერების პირობებში საპენსიო უზრუნველყოფის მთავარ მექანიზმად რჩება. სექტორის შემოსავალი შენატანებს, საინვესტიციო შემოსავალს, ფასიანი ქაღალდების წმინდა გაყიდვებს და სხვა წყაროებს მოიცავს. ბირჟებზე დადებითმა საინვესტიციო შედეგებმა მიუხედავად მაღალი რისკებისა, შემოსავლების ზრდა უზრუნველყოფ. ამასთან პერიოდის მეორე ნახევარში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ საინვესტიციო შემოსავლების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ამგვარად 2025 წელს ამ ინდუსტრიის შემოსავლებმა დაახლოებით 4 მილიარდ 297 მილიონი დოლარი შეადგინა. ნავთობისა და გაზის გლობალური მოპოვება წარმოება ყოველწლიურად ლიდერი ინდუსტრიების რიგებში ხვდება, თუმცა ამ სექტორმა ბოლო პერიოდში ძლიერი ტურბულენტობა გამოიარა. პანდემიისა და ლოკდაუნების ფონზე შემოსავლების შემცირდა, რადგან ინდუსტრიის მთავარი მომხმარებელი სატრანსპორტო სექტორი პრაქტიკულად გაჩერდა. ეკონომიკის გახსნასთან ერთად ეს ტენდენცია სწრაფად შეიცვალა. მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბა, ფასები მკვეთრად გაიზარდა და შემოსავლები რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. პროცესი კიდევ უფრო რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ გააძლიერა. 2025 წელს სექტორმა გლობალური მასშტაბით 4 მილიარდ 264 მილიონი დოლარის შემოსავლის დაგენერირება მოახერხა. და ხუთეულს ავტოინდუსტრია. კერძოდ ავტომობილების გაყიდვები ასრულებს. განვითარებად ეკონომიკებში ძლიერი ზრდა ავტომობილების გლობალური დილერების შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი გახდა და ეს იმის ფონზე, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ზრდა შენელებულია. განვითარებულ ბაზრებზე მომხმარებლები ყურადღებას მაღალი ღირებულების მქონე ავტომობილებზე ამახვილებენ, მაშინ როცა განვითარებად ქვეყნებში მთავარი აქცენტი მის ბიუჯეტურობაზე კეთდება. ელექტრომობილებისა და კროსოვერების პოპულარობამ, უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებამ და სხვა სიახლეებმა სექტორში ზრდის ახალი შესაძლებლობები და ასე 2025 წელს ამ დარგმა 4 მილიარდ 255 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.